გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებელო. თქვენ უყურებთ გადაცემას Top 7. ხო, მე გახავთ მისი წამყვანი კახი გოხიხადის კაცი. დღეს ვიქნება ძალიან საინტერესო გადაცემა. იმაზე, რადგან ბევრი ფეხბურთელის მოყვარული ძალიან ხშირად ხედავს, მაგრამ მის ისტორიაზე თითქმის არაფერი იცის. ფორმები, ბურთები და ასე შემდეგ. დიახ, დღეს ეკიპირებაზე და მის ბრენდებზე გვექნება საუბარი. ისტორიაზე და ტექნოლოგიაზე, მარკეტინგსა და პიარზე. ჩვენ საყოველთაო თამაშს სხვა კუთხით შევხედავთ, ბიზნესის კუთხით. ასე რომ დარჩით ეკრანებთან, რადგან წინ საინტერესო რამ არის. ამასობაში ჩვენ გადავედით ჩვენ Top 7-ზე. მე-7 ადგილი. კაპა. კაპა არის იტალიური ბრენდი, რომელიც 1967 წელს დაარსდა და განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო თავისი უნიკალური დიზაინითა და სპორტული ტანსაცმლის სტილით. ის ცნობილი გახდა როგორც მოდური და კომფორტული ეკიპირების წარმოებელი, რომელიც პოპულარულია არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ სხვა სპორტებშიც. კაპამ დიდი წარმატება მიაღწია 80-90-იან წლებში და დღესაც აგრძელებს მსოფლიოს სპორტული ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტების წარმოებას. ბრენდი ხშირად თანამშრომლობს ცნობილ კლუბებთან და ფეხბურთელებთან, მათ შორის იტალიური კლუბები როგორიცაა ნაპოლი და ჯენოა. კაპას პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და კომფორტული გამოყენებით, რაც მათ ცნობილ ბრენდებს აქცევს მსოფლიოს მასშტაბით. დღესდღეობით იგი ნაკლებად გვხვდება ტოპ ლიგებში, თუმცა ნამდვილ old school ფანებს კარგად ახსოვს ეს ბრენდი. მე-6 ადგილი ჯომა. ჯომა არის ესპანური სპორტული ბრენდი, რომელიც 1975 წელს დაარსდა და ფართო აღიარება მოიპოვა ფეხბურთის ეკიპირებისა და სპორტული ფეხსაცმლის წარმოებით. ბრენდი სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის დასასვლისა და სპორტული აღჭურვილობაში და მუდმივად ეძებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რათა გაუმჯობესოს პროდუქტები. ხომა აქტიურად თანამშრომლობს ევროპული და ლათინური ამერიკულ კლუბებთან, ასევე ბევრ ეროვნულ ნაკრებთან, მათ შორის გვატემალასთან. მისი ფეხსაცმელები და ტანსაცმელი ხშირად გამოიყენება როგორც პროფესიონალურ, ისე მოყვარულ სპორტსმენებს მიერ. ხომა ცნობილია თავისი საუკეთესო ფას-ხარისხის ბალანსითა და მოდერნული დიზაინით. ასევე მას საქართველოში საკმაოდ დიდი აღიარება აქვს მეტწილად მოყვარულებში. მე-5 ადგილი New Balance. New Balance არის ამერიკული ბრენდი, რომელიც 1906 წელს ბოსტონში დაარსდა და დღესდღეობით ცნობილია მაღალი ხარისხის სპორტული ფეხსაცმლითა და ეკიპირებით. ბრენდი თავიდანვე ეცადა თავისი პროდუქტები დაეხარისხებინა როგორც პროფესიონალური სპორტსმენებისთვის, ასევე ყოველდღიური აქტივობებისთვისაც. New Balance გამოირჩევა ინოვაციური ტექნოლოგიებით, როგორიცაა Fresh Foam and Full Cells, რომელიც კომფორტსა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. ბრენდი აქტიურად მუშაობს ფეხბურთის, რაგბის და კალათბურთის გუნდებთან და ის ერთ-ერთი ლიდერია ფეხსაცმლის ბაზარზე. New Balance მუდმივად ასწრებს სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინის ტრენდებს, რაც მას პოპულარულ ბრენდად აქცევს როგორც სპორტსმენებს, ასევე მოდის მოყვარულებს. ამ ბრენდს ყავს თავისი ამბასადორები, როგორიცაა მაგალითად რახიმ სტერლინგი, სადიო მანე და ახალგაზრდა ბრაზილიური ვარსკვლავი ენტრიკე. მე-4 ადგილი Under Armour. Under Armour არის ამერიკული ბრენდი, რომელიც 1996 წელს დაარსდა და მალევე გახდა ცნობილი სპორტული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოებად. ბრენდი, რომელიც თავდაპირველად ორიენტირებული იყო სპორტული ზედსართავის წარმოებაზე. დღეს უკვე მოიცავს ფართო ასორტიმენტს, მათ შორის ფეხსაცმელს, სპორტულ აღჭურვილობას და სხვადასხვა სპორტული ტანსაცმლის ხაზებს. Under Armour-ის პროდუქტები გამოირჩევა ნოვატორული ტექნოლოგიებით, როგორიცაა Headgear-ი, რომელიც ტემპერატურის კონტროლს უზრუნველყოფს, და Cold Gear-ი, რომელიც ცივ პირობებში მაქსიმალურ კომფორტს გთავაზობთ. ბრენდი განსაკუთრებულად პოპულარულია ამერიკაში, თუმცა მისი პროდუქცია გამოიყენება მთელ მსოფლიოში, როგორც პროფესიონალური, ასევე მოყვარულ სპორტსმენების მიერ. Under Armour-ი ასევე თანამშრომლობს ცნობილ სპორტსმენებთან და გუნდებთან, რათა მათი ტექნოლოგიები და პროდუქცია კიდევ უფრო პოპულარული გახადოს. მისი მთავარი ამბასადორი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდია. Top 3 Puma. Puma არის მესამე სპორტული ბრენდების დიდ სამეულში. 1958 წელს დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის სფეროში. Puma ცნობილია ინოვაციური ტექნოლოგიებით, როგორიცაა NetFit, რომელიც ფეხსაცმლის კომფორტს უზრუნველყოფს. Pumas პროდუქცია პოპულარულია არა მხოლოდ სპორტსმენებს შორის, არამედ მოდის მოყვარულებს შორისაც. ბრენდი განთქმულია თავისი სუფთა დიზაინით და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით. Puma ფეხბურთში აქტიურად მონაწილეობს და მრავალი ცნობილი ფეხბურთელი მათ პროდუქტებს იყენებს. ბრენდი თანამშრომლობს ისეთ კლუბებთან, როგორიცაა ბორუსია დორტმუნდი, მილანი, ვალენსია, მარსელი. Puma ასევე ეკიპირებს სხვადასხვა ეროვნულ ნაკრებებს, მათ შორის გაბონს და იტალიის ნაკრებს. ფეხბურთში Puma განიხილება ინოვაციური ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის პროდუქციის სახით, რომელიც კომფორტსა და მაღალ ხარისხზე ორიენტირებულია. მას ყავს ძალიან ბევრი დიდი და გავლენიანი ამბასადორი, როგორებიც არიან ანტუან გრიზმანი, ნეიმარი, ასპილკუეტა, რომელუ ლუკაკუ და სხვები. მე-2 ადგილი Nike. ახლა გადავიდით ორ ჰიგიმონ კომპანიასთან, რომელზეც უფრო ვრცელი რეზუმე მინდა მოგიყვეთ. მე-2 ადგილოსანი ჩვენ ტოპში არის Nike.
Nike არის ამერიკული სპორტული ბრენდი, რომელიც 1960 წელს დაარსდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობად და წარმატებულ კომპანიად იქცა სპორტულ ტანსაცმლისა და აღჭურვილობის ინდუსტრიაში. Nike-ის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭერს ინოვაციური დიზაინებსა და ტექნოლოგიებს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ სპორტულ ბრენდად აქცევს. პროდუქცია და ინოვაციები. Nike ცნობილია თავისი ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომელიც აუმჯობესებს სპორტსმენებს ეფექტურობას. ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიები მოიცავს Nike Air, წნევის დაბურულ ბუშტებს, რომელიც ფეხსაცმელის შიდა ნაწილში მოთავსებულია და უზრუნველყოფს კომფორტს და ჰაერის შეგროვებას, რაც მოლაპარაკებაშია მხოლოდ ეფექტურობისთვის. Flyknit, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინი, რომელიც უზრუნველყოფს გამძლეობას, სინათლესა და დინამიურ თავსებადობას. React, ბალანსისა და კომფორტის ტექნოლოგია, რომელიც Nike-ს ფეხსაცმლის ისეთ სენსაციას ანიჭებს, როგორც სპორტსმენებს შეუძლიათ უწყვეტად ივარჯიშონ ხანძლივ პერიოდის განმავლობაში. ფეხბურთი და Nike. Nike ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრენდია ფეხბურთში, სადაც მრავალი ცნობილი ფეხბურთელია, მათ პროდუქციას იყენებს. ბრენდი აგზავნის გუნდებსა და ინდივიდუალურ სპორტსმენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Nike-ს პროდუქტები წარმოადგენს როგორც საფეხბურთო ფეხსაცმელს, ისევე ტანსაცმელს და ფეხბურთელთა მიერ საბჭოთა სხვადასხვა აღჭურვილობას. Nike-ს აქვს კონტრაქტი ისეთ კლუბებთან, როგორებიცაა FC Barcelona, PSG, Manchester City, Chelsea და სხვა მრავალი. გარდა ამისა, Nike-ს თანამშრომლებს ბევრი ცნობილი ფეხბურთელი, მათ შორის კრისტიანო რონალდო, კილიან მბაპე და მუჰამედ სალახი. ბრენდის PR-ი და მარკეტინგი. Nike-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია მარკეტინგსა და რეკლამის სფეროში. მისი რეკლამები ყოველთვის გამორჩეულია და ბრენდი ხშირად იყენებს ცნობილ სპორტსმენებს თავის კომპანიის წარმატებისთვის. Nike-ის რეკლამები და სლოგანები, როგორიცაა Just Do It, წარმოადგენენ არა მხოლოდ ბრენდის ლოზუნგს, არამედ მთელი ცხოვრებისეულ ფილოსოფიას, რომელიც ეხება წარმატების, ბიზნესკენ სვლისა და ნებისყოფას. პირველი ადგილი Adidas. Adidas არის გერმანული სპორტული ბრენდი, რომელიც 1959 წელს დაარსდა ადოლფ დასლერის მიერ. ბრენდი სწრაფად გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის წარმოებელი. Adidas ცნობილია თავისი ინოვაციური ტექნოლოგიებით, მაღალი ხარისხით და გლობალური წარმატებით. Adidas ისტორია იწყება 1920-იანებიდან, როდესაც ადოლფ და რუდოლფ დასლერებმა დაარსეს Dassler Brothers Shoes Factory. 1959 წელს რუდოლფი გაეცალა თავის ძმას პარტნიორობისგან და შექმნა ბრენდი Puma, ხოლო ადოლფმა დაარსა Adidas-ი. ბრენდმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა სპორტულ სამოსში, განსაკუთრებით ფეხსაცმელში. Adidas პირველი იყო, რომელმაც შეიმუშავა სპეციალური სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც შეიცავს ნაკსოვი ბალიშების ტექნოლოგიას. Adidas არის ცნობილი თავისი ინოვაციური სპორტული ფეხსაცმლებისა და ტანსაცმელში. ყველაზე ცნობადი ტექნოლოგიები არის Boost, ენერგიის დაბრუნების ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტსა და შორკის შთანთქმას. Primeknit, ეს არის უნიკალური ქსოვილი, რომელიც აძლევს ფეხსაცმელს მოქნილობას და კომფორტს. Continental, სამუხრუჭე ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ დაჭერას და სტაბილურობას. Adidas-ის პროდუქცია მოიცავს როგორც სპორტულ ფეხსაცმელს, ასევე ტანსაცმელსა და სხვა აღჭურვილობას, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ მოყვარულებისთვისაც. Adidas-ი აქტიურადაა ჩართული ფეხბურთში. ბრენდი ეკიპირებას ისეთ ცნობილ გუნდებს, როგორიცაა Real Madrid, Bayern Munich, Juventus და არგენტინის ეროვნული ნაკრები. Adidas აქვს კავშირი სხვადასხვა ცნობილ ფეხბურთელებთან, მათ შორის Lionel Messi, Paul Pogba, Muhammad Salah და Zinedine Zidane. ბრენდი ხშირად ქმნის სპეციალურ კოლექციებს ამ მოთამაშეების საპატივცემლოდ. ბრენდის PR და მარკეტინგი Adidas-ი ძლიერ მარკეტინგული სტრატეგია აქვს. მათთვის დამახასიათებელია სპორტსმენების, მუსიკოსებისა და სხვა ცნობილი ადამიანებთან თანამშრომლობა. ასევე Adidas ხშირად აქვეყნებს ინოვაციური კომპანიებს, რომელიც სპორტის, მოდისა და კულტურის კომბინაციებს აერთიანებს. ეს იყო ჩვენი ტოპ 7. იმედია დღეს ბევრი საინტერესო რამ გაიგეთ იმ თამაშის ასპექტზე, რაზეც ბევრი ყურადღებას არ ამახვილებს. ხოლო ჩემი ეთერი ასე იწურება. თქვენთვის ლაპარაკობდა კახი გოგო ხიე ხატისკაცი. ალხაკი კიდაგებ მშვიდობებით. ნახვამდის.